დღეს ქართულ ენაში სამკაულს მხოლოდ ერთი მნიშვნელობა აქვს. ეს მხოლოდ თავის მოსთვას, დეკორატიულობას აღნიშნავს. ჟენერი დანიშნულებაა სამკაულისთვის, მაგრამ მოდი ეგ ჩვეულებრივ ხალხს დავუწყოთ. რადგან აქამდე მომისმინე, გამოდის რომ გაინტერესებს. რა არის ნამდვილი სამკაულის ნამდვილი დანიშნულება? მოკლედ, გარდა თავის მორთვისა და საკუთარი სიმდიდრის ჩვენებისა, რაც ცოტა არ იყოს კრინჯია, სამკაულს შეუძლია აჩვენოს შენი იდენტობა. ის თუ ვინ ხარ შენ, რა კულტურას წარმოადგენ და რა ცნობიერება გაქვს. აი აქ ცოტა მეტი განათლება და სიღრმეებია საჭირო. გემოვნება. აი ზუსტად ეს მინდოდა მოგესმინა და კიდევ უფრო მეტად დაინტერესებული ვარ. მესამე დანიშნულებასაც გადაანდო არემ რადგან მის. ეს იმდენად სუბიექტურია, რომ ხანდახან საკუთარ თავსაც არ უხელ და ვინც ეს შეძლო, ნამდვილად წარმატებული ადამიანია და ძალიან ცოტა სამყაროში. აი მოდი გეტყვი და დავიკეთე. საკუთარ თავთან პირისპირ რომ დავსვა. რას გამოდობდი, ელზე დაილაპარაკებოდი და რას ასწავლეთ. ხო, აი მესამე სახის სამკაული, ეს ობიექტი, რომელიც შენს შინაგანი სამყაროს ფიზიკურ ფორმაში არსებობას წარმოადგენს. აი დაგვიდი, შენი შინაგანი სამყარო, რომელიც გასხეულებულია და რაღაც კონკრეტული ფორმა, ფაქტურა და ფერი გააჩნია. ამ შემთხვევაში მასალების ღირებულებას საერთოდ მნიშვნელობა აქვს. ეს სამყარო, როდესაც თვითონ მასალა შეიძლება იყოს ღირებულება. ხო, აი მესამეს ნამდვილად ვერ იშოვე ბლაგით და ვერც ფულით. ეს ნამდვილმა ხელოვანმა და ნამდვილმა ოსტატმა უნდა გააკეთოს კონკრეტულად შენთვის. აი გარდა